გამარჯობათ მეგობრებო. გვაქვს ასეთი სქემა. ეს სქემა მოქსოვილია ძაფით, რომელიც იქსოვება 5 ნომერი ჭხირებით. ახლა აქ მოვხსოვე ამ სქემას ძაფით, რომელიც იქსოვება 3 4 ნომერი ჭხირებით. ნახოთ, როგორი გამოვა სხვადასხვა ძაფზე. ძალიან საინტერესო სქემაა. მოვხსოვეთ რეზინა. რეზინას შემდეგ მოვხსოვეთ 3 რიგი, რადგან რეზინას შემდეგ სქემას პირდაპირ ნუ დავიწყებთ, ჭირდება ადგილი, რომ განთავსდეს, ასე ვთქვათ. ამიტომ 3 რიგი რეზინას შემდეგ აუცილებლად მოვხსოვეთ და ვიწყებთ სქემას ახლა. ეს პირველი თვალია, ნაპირის თვალი და სქემაში არ ითვლება. ახლა 1 2 თვალი ამომყავს ერთად. რა უნდა ვერ გავიგე. 2 თვალი ამომყავს ერთად. აქედან გავდივარ და ამომყავს ერთად. 1 მატება, 2 მატება. ახლა ნახეთ. ეს თვლები ამ მიმართულებით არის, რადგან მე უკუღმა თვალს ვქსოვ ასე. და თუ შენ უკუღმა თვალს ვქსოვ ასე, მაშინ იქნება სხვა მიმართულებით წაღმა თვლები. მე მგონი გასაგებია, ვინც ქსოვს, ახლა ამას მიხვდება. ამიტომ მე ამ თვლებს ვატრიალებ 2 თვალს, ვაბრუნებ უკან, რადგან აქედან მინდა გავიყვანო ეს, გამოვიყვანო თვალი და მოვხსოვო ასე დავტოვო. ასე და ასე. იმედია კარგად ჩანს. თუ არ ჩანს, გაადიდეთ ეკრანი. შემდეგ მე ვუმატე აქ 2-ჯერ ამ კლებისაც, ამ კლებისაც. ახლა აქ შუაში არ ვუმატებ, აქედან გავდივარ და ვუკლე და ნახე, ახლა აქედან კლება აქეთ იყო, აქედან კლება აქეთ არის. ერთმანეთის ზურგით ახლა ეს თვლები ამოყვანილი თუ დააკვირდებით. 1 მატება, 2 მატება. ამ თვლებს ვატრიალებ, დავაბრუნებ, გამოვიყვან თვალს, ვუკლე, ხო? აქედან იქით გავედი მოვხსოვე და ამიტომ შევატრიალე ეს თვლები. როცა აქედან ვუკლებ და აქედან ვუკლებ, შუაში არ ვუმატებ, რადგან ამას აქ აქვს კლება, მატება, აქ რომ ვუკლებ, აქ ექნება მატება. აქედან გავდივარ და ვუკლე. 1 მატება, 2 მატება. ამ თვლებს ვატრიალებ. რატო ვატრიალებ? გითხარი უკუღმა როგორ იქსოვება იმის მიხედვით. თუ შენ მეორენაირ უკუღმას ქსოვ, ეს თვლები უნდა შეატრიალო და ესენი ჩვეულებრივ მოქსოვო. მე რადგან ასე ვქსოვ უკუღმა თვალს, ამ თვლებს ვატრიალებ, ამას ჩვეულებრივად ქსოვ, აქედან გავდივარ. შემდეგ აქ არ ვუკლებ. ერთმანეთის მხარეს როცა იქსოვება, კლება, აქ არ ვუმატებ უკაცრავად. ასე. ახლა ვუმატებ 2-ჯერ. 1 ამის იქნება, 1 შემდეგ რომ ვუკლებ. ამ თვლებს შევატრიალებ და ასე გამოვიყვან თვალს, რადგან ამ სისწორით მინდა რომ დავტოვო. ამას ქვია თვლების შეტრიალება. შეკითხვა იყო
რა არის, რას ნიშნავს თვლების შეტრიალებაო, აი ამას. აქ ხოა მატება, ახლა არ არის მატება. აქედან გავდივარ და ვუკლებ. აი ეს კლება აქეთ და იქით ერთმანეთის ზურგით არის. ახლა ორჯერ ვუმატებ. ახლა შევატრიალებ ამ თვლებს. აი ასე ვუკლებ. ახლა აქედან გავდივარ. ორ თვალს ერთად ამოვიყვან, ახლა ორჯერ ვუმატებ, რადგან აქეთაც მჭირდება და აქეთაც. ამ თვლებს ვატრიალებ, დავაბრუნებ და აქედან გამოვიყვან თვალს. აქედან გავდივარ. და ასე ვუკლებ. ერთი მატება, ორი მატება. ამ თვლებს შევატრიალებ. აქედან გამოვიყვან თვალს. ძალიან მნიშვნელოვანია, საიდან და რომელ მხარეს გამოგვყავს თვლები. ან რომელ მხრიდან ქსოვი მოკუღმა თვალს, რომ ეს თვლები გაქვს შესატრიალებელი თუ ეს. და თუ ირგვლივ ქსოვ შენ, არ გექნება, სულ წაღმართლები გექნება მოსაქსოვი და ყოველთვის ეს მხარე გექნება შესატრიალებელი მაშინ. რადგან არ ქსოვ უკუღმა, ქსოვ ირგვლივ. მე ახლა ნიმუშს ქსოვ და ვტრიალებ, ხო, აქეთ იქეთ. ერთი, ორი. აი აქედან ვუკლებ, ახლა აქედან გავდივარ და აქედან ვუკლებ. ახლა ნახე. აქ მხოლოდ ერთ ნამატს დავტოვებ ამ თვალისთვის. აქეთ აღარაა მეტი კლება, ამიტომ ორ ნამატს ვერ დატოვებ. ნაპირებში ყოველთვის გაითვალისწინე, რა გჭირდება. ეს ნაპირის თვალი, ხო, ახლა ნახე. ერთი მატება მაქვს აქ, უკუღმა ვქსოვ, ამ თვლებს ყველას უკუღმა ვქსოვ. ახლა ნახე აქ ორი მატება სადაც გვაქვს. პირველ მატებას ვქსოვ უკუღმა, მეორე მატებას ვქსოვ წაღმა. თვლებს ვქსოვ უკუღმა, ჩვეულებრივ უკუღმა. პირველ მატებას უკუღმა, მეორე მატებას წაღმა. დანარჩენი ყველა უკუღმა იქსოვება. მხოლოდ მეორე მატება იქსოვება წაღმა. ყველა თვალი იქსოვება უკუღმა, მეორე მატება იქსოვება წაღმა. და თუ შენ ირგვლივ ქსოვ, სქემას რო დააყენებ და ამ რიგის ქსოვას დაიწყებ, წაღმა მოქსოვ ყველა თვალს და უკუღმა მოქსოვ მხოლოდ მეორე მატებას. აი ამ მატებას მოქსოვ უკუღმა, აქედან როცა ქსოვ, წაღმა რო ქსოვ ირგვლივ, ხო სულ წაღმა ქსოვ.
პირველს წაღმა ამოიყვან, რომელიც შეგხვდება, მეორეს ამოიყვან უკუღმა. ეს ნაპირის თვალი. ერთი რიგი მოვგსოვეთ სქემა, მეორე რიგი მოვგსოვეთ უკუღმა და ნახეთ როგორ მოვგსოვეთ, ეს მესამე რიგია და ყველა თვალს ვგსოვ წაღმა. ყველა თვალს ვგსოვ წაღმა. შენ თუ მოგსოვ ირგვლივ ამ სქემას, ახლა პატარა მონაკვეთია და მე მივდივარ და მოვდივარ წაღმა უკუღმა. შენ თუ მოგსოვ ირგვლივ ამ სქემას, სულ წაღმა გექნება მოსაქსოვი, გარდა ორი მატება როა, ერთს მოგსოვ წაღმა, ერთს უკუღმა. ორი მატება როცა გექნება ერთად სქემის შემდეგ, ერთს მოგსოვ წაღმა, ერთს მოგსოვ უკუღმა. არჩენი სულ წაღმა უნდა გსოვო. ეს მესამე რიგია სქემა და ორი რიგი, ხო? შემოვტრიალდით უკუღმა მხრიდან ვგსოვთ და ყველა თვალს ვგსოვთ როგორც არის, ესე იგი სულ უკუღმა გადავგსოვთ ამ რიგს. ეს უკვე სქემიანად მეოთხე რიგია. ერთ რიგს მოგსოვ სქემას, სამ რიგს მოგსოვ აი ასე, რომ გარეთა პირი იყოს სულ წაღმა. გარეთა მხარე, სახე, რავი, სახის მხარე, ვინ როგორ ეძახის, არ ვიცი. ნახე რა გვაქვს ახლა. მოვგსოვეთ სქემა, მოვგსოვეთ სქემის შემდეგ სამი რიგი და ისევ ვიწყებთ სქემას. ნაპირის თვალი და აი ახლა ნახე. წეღან აქ ხომ ვუმატეთ ორი მატება და აქ ამოვიყვანეთ შემდეგის ნამატი თვლები. ახლა ნახე, უნდა გადავიტანოთ და აი აქ უნდა ვუმატოთ. ეტყობა ხო, ორი თვალი რომ მიდის, აქ უნდა ვუმატოთ. ესე იგი, ასე უნდა ვუკლოთ და ასე უნდა ვუკლოთ. ამიტომ აქ ერთი მატება მჭირდება. ახლა ნახე, შეიძლება არ ვიცი მე შენ როგორ მოგსოვ ნაპირის თვალს. მე ნაპირის თვალთან ნამატს ვტოვებ, რომ შემდეგ ერთად ამოვიყვანო. ეს ნამატი არის ნაპირის თვალის. ამიტომ აქ ორი მატება არ გეგონოს ამისთვის. ერთი მატება არის, აი ეს. თუ შენ აქ მატება არ გექნება, მხოლოდ ერთი მატება დატოვე. ეს ნაპირის თვალისა სქემაში არ არის. აი ეს მატება ამ თვალისთვის, რადგან ახლა აქ მე ვუკლებ. რადგან აქეთ არ გვაქვს მეორე კლება, ერთი ნამატი უნდა დავტოვოთ. ახლა ნახე, აქ მე აქეთ რო შემოვაბრუნე ეს თვლები, ხო? და ვუკლე. აქედანაც უნდა შევატრიალო, ასე უნდა ვუკლო. შუაში მატება არ არის. როცა ერთმანეთის მხარეს მიდის კლება, იქ შუაში მატება არ არის. აი მატება სად გვჭირდება ახლა. ამ თვალისთვის აქ რო ვუკლეთ, დავტოვეთ ნამატი. ახლა აქ გვჭირდება ამისთვის, ამისთვის. 1, 2. ამ თვლებს ვატრიალებ, რადგან აქედან უნდა გავიდე და ვუკლო. აქედან გავდივარ და ვუკლებ. 1, 2. ამ თვლებს ვატრიალებ,
რადგან აქედან უნდა მოვგსოვო. აქედან მოვგსოვო. 1 2 ამ თვლებს ვატრიალებ. ამ თვლებს არ ვატრიალებ, მაგრამ აქედან გავდივარ, აქაც აქედან არ გავხვიდე. შევცვალეთ ხო ადგილები, ნახე, ახლა აქ არ ვუმატებთ და ასე ვგსოვთ კლებას აქედან და აქედან, აქ ვუმატებთ აი ასე. აქ ვატრიალებთ. აქ არ ვატრიალებთ, მაგრამ აქედან გავდივართ. აქ ორი მატება გვაქვს. ახლა აქ ნახე, ახლა აქაც იყო კლება, აქაც იყო და შუაში ვუმატეთ 2, ხო? აქეთ აღარ გვაქვს არაფერი და აღარ ვუმატეთ, რადგან ამ კლების აქ არის. ზედმეტი არსად მოგივიდეს გათვალე, დათვალე, გაითვალისწინე. შემოვტრიალდით, უკუღმა მხრიდან ვგსოვ, პირველი მატება უკუღმა, მეორე მატება წაღმა. და თუ შენ ირგვლივ მოგსოვ, ყველა თვალს წაღმა მოგსოვ, ერთ მატებას მოგსოვ მხოლოდ უკუღმა. აი ნახე, ეს ერთი მატება ხო გითხარი ამ თვალისთვის დავტოვე. მეორე მატება ნაპირის თვალისთვის დავტოვე. ამასაც ეყოფა და ამასაც, ხო? ახლა აქედან ყველა თვალს მოვგსოვთ წაღმა. მოვგსოვეთ სქემა და შემდეგ სქემის შემდეგ 3 რიგი უნდა მოვგსოვოთ, ისე რომ გარეთა პირიდან წაღმა მხრიდან იყოს წაღმა. ნაქსოვი. აი ასე მოვგსოვთ ამ რიგს წაღმა, შემოვბრუნდებით უკუღმა და ისევ აქ მოვალთ. სქემის შემდეგ მოვგსოვეთ 3 რიგი, სქემის შემდეგ სქემა არის 4 რიგი და სქემას ვიწყებთ თავიდან. ნახე.
პირველი აქ იყო, შემდეგ აქ იყო, ახლა ისევ აქ იქნება, აი აქ, მატება. ამიტომ ეს პირველი თვალი იქსოვება ასე თავისთვის, ვტოვებთ და ახლა აქ გვაქვს კლება აქედან 1-2 მატება. ამ თვალს ვატრიალებთ და ვუკლეთ. ვუკლებთ აქედან 1-2 მატება. აი სად ვუმატებთ. აი სად იყო. ამ ორ თვალს ვატრიალებთ აქედან გავდივართ და აქედან ვუკლებთ 1-2 მატება. აი აქ ახლა ერთი ნამატი გვაქვს მხოლოდ ნაპირში. რადგან აქეთ აღარ არის კლება, ამიტომ მხოლოდ ამისთვის ვუმატებთ აქ. ეს ნაპირის თვალი. ახლა შემოვტრიალდებით, აქ ერთი მატება უკუღმა ვქსოთ და ყველა თვალი იქსოვება უკუღმა გარდა მეორე მატების. ყველა თვალი იქსოვება უკუღმა, ეს პირველი მატება, ეს მეორე მატება. მეორე მატება იქსოვება წაღმა. ეს ნაპირის თვალი. მოვგსოვეთ სქემა, შემდეგ მოვგსოვეთ უკუღმა მხრიდან, კიდე ერთი რიგი, ახლა კიდე ორი რიგი მოიქსოვება, სქემა და სქემის შემდეგ იქსოვება 3 რიგი.
შემდეგ ისევ სქემა, შემდეგ ისევ 3 რიგი. აი ახლა აქ ნახეთ, მოქსოვილია აქ ეხლა სქემა, შემდეგ მოქსოვილია 3 რიგი და ახლა იწყება უკვე სქემა ისევ. და გამოვა აი ასეთი კარგი რაღაც. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.